ამერიკის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ქონება ბლუმბერგს 7 მილიარდ 600 მილიონ დოლარად აქვს შეფასებული. რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა. ოფაკის სიის თანახმად ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეც ფლობს. ოფაკის თანახმად ტრანზაქციების შეჩერება ეხება მათ შორის სინგაპურის დავაში მოგებული დავის ფარგლებში მისთვის მიკუთვნებული კომპენსაციის ჩარიცხვას. აღნიშნულთან მიმართებით ნათქვამია, რომ ივანიშვილს აღნიშნული თანხის მიღება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ კი ოფაკი შესაბამის თანხმობას გასცემს. 2024 წლის 31 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილმა კრედიტ სუისის წინააღმდეგ მრავალწლიანი დავა მოიგო და ბანკს მის სასარგებლოდ 461 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. Bloomberg Billionaire Index-ის მიხედვით 27 დეკემბრისთვის ბიძინა ივანიშვილი 7 მილიარდ 600 მილიონ დოლარის ქონებას ფლობდა. ბოლო პერიოდში მისი ქონება 50 მილიონით, ბოლო 1 წელიწადში კი მილიარდი დოლარით არის გაზრდილი და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში 395 ადგილზეა. რეალურად ზუსტად რა ქონებას ფლობს დღეს ივანიშვილის ოჯახი საჯაროდ ცნობილი არ არის. ცნობილია, რომ მის მფლობელობაშია ხელოვნების ნიმუშების მნიშვნელოვანი კოლექცია. ივანიშვილის მიერ შევსებული ბოლო საჯარო დეკლარაციიდან კი, რომელიც წელს შეავსო 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის წინ, ირკვევა, რომ მას კვლავ აქვს უძრავი ქონება საფრანგეთში. როგორც BMG-ის მიერ ანტიკორუფციული ბიუროდან გამოთხოვნილი ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, თავად ივანიშვილის სახელზე არა, თუმცა მისი ცოლის ეკატერინა ხვედალიძის სახელზე საფრანგეთში 2 უძრავი ქონება ფიქსირდება. ივანიშვილს თავის დეკლარაციაში მითითებული აქვს არაერთი ოფშორული კომპანია და საბანკო ანგარიშები, რომლებზეც 153 მილიონ დოლარზე მეტია განთავსებული, მათ შორის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის 65 მილიონ 600.000 დოლარი, ხოლო ეკატერინა ხვედალიძეს 88 მილიონ 400.000 დოლარი. ამასთან დეკლარაციაში არაა მითითებული, რომელ ბანკებში არის ეს ქონება განთავსებული, ასევე არაა მითითებულია შვეიცარიული ბანკია თუ ქართული. გარდა ამისა, ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული ქონება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკუთვნით და მასში არ არის მოცემული ის მრავალ ასეულ მილიონიანი აქტივები, რომლებსაც მათ საკუთრებაში არსებული კომპანიები ფლობენ. იქნება ეს სახლები, აქციები, წელები თუ სხვა ქონება. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის შეფასებით ამერიკის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი ახლა უნდა დაფიქრდეს ფული ურჩევნია თუ ძალაუფლება, რადგან ორივე ერთად ვეღარ იქნება. როგორც ის აღნიშნავს, საკმარისია ივანიშვილის ოჯახის წევრებიც დასანქცირდნენ და მთელი მისი ბიზნეს იმპერია ჩამოიშლება. 26 დეკემბერს რამდენიმე სამთავრობო მედია საშუალებამ იმ კომპანიების მიერ რუსეთში განხორციელებული ექსპორტ-იმპორტის შესახებ გაავრცელა კონკრეტული ინფორმაცია, რომლებიც ქართულ ოცნებას საგარეო კურსის შეცვლის გამო აკრიტიკებენ. როგორც იკვლევა პროსახელისუფლებო ტელევიზიებს აღნიშნული მონაცემები ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიაწოდა, რაც მან გადაცემა იმედი ლაივში სტუმრობისას თავად დაანონსა. BMG დაინტერესდა ქართული ოცნების დეპუტატის ხელში როგორ აღმოჩნდა კონკრეტული კომპანიების მიერ კონკრეტულ ქვეყანასთან განხორციელებული ვაჭრობის შესახებ ისეთი სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც კანონით კონფიდენციალურია. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ საქსტატს და შემოსავლების სამსახურს მივმართეთ. ორივე სახელმწიფო უწყება ირწმუნება, რომ ქართული ოცნების დეპუტატისთვის ინფორმაცია მათ არ მიუწოდებიათ. ასევე მათ მიგვითითეს კანონმდებლობიდან შესაბამისი მუხლები, რატომაც აღნიშნულ მონაცემს ვერ გასცემდნენ. შემოსავლების სამსახური. თქვენი კითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება არ მომხდარა. ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 39 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად განეკუთვნება საგადასახადო საიდუმლოებას. საქსტატი. ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად ინდივიდუალური მონაცემები ითვლება კონფიდენციალურად და აქედან გამომდინარე ცალკეული კომპანიების დონეზე სხვადასხვა სახის საქმიანობის სამსახველი მონაცემი არ გაიცემა. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ასევე ვკითხეთ, ხომ არ ითვალისწინებს კანონი გამონაკლისის სახით ინფორმაციის გაცემას დეპუტატისთვის, თუმცა აღნიშნულიც გამორიცხეს. აღსანიშნავია, რომ თუ მამუკა მდინარაძემ საქსტატს სადეპუტატო კითხვით მიმართავდა, მიღებული პასუხები პარლამენტის ვებ-გვერდზეც გამოქვეყნდებოდა და შესაბამისად ყველასთვის საჯარო გახდებოდა. როგორ მოიპოვა მამუკა მდინარაძემ კომპანიების შესახებ ისეთი ინფორმაცია, რომელიც კონფიდენციალურია და წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას? ამ კითხვით BMG-მ ქართულ ოცნებას მიმართა. პარტიის პრეს-სამსახურიდან მოგწერეს, რომ მამუკა მდინარაძე არაავალდებული ინფორმაციის წყარო მიუთითოს და ვერც ისინი მოსთხოვენ დეტალების გაზიარებას. სინამდვილეში ვის შეიძლებოდა მმართველი გუნდისთვის მიეცა ინფორმაცია, რომელიც საგადასახადო საიდუმლოებას წარმოადგენს. ექსპერტები BMG-თან აცხადებენ, რომ კონკრეტული კომპანიების მიერ კონკრეტულ ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტ
იმპორტის შესახებ მონაცემებს ფლობენ თავად გადასახადის გადამხდელები და შემოსავლების სამსახური. ამდენად თუ მართლ გუნდთან სამთავრობო მედიას აღნიშნული ინფორმაცია თავად ამ კომპანიებმა არ მიაწოდეს, გამოდის, რომ საგადასახადო საიდუმლოებამ შემოსავლების სამსახურიდან გაჟონა ან თავად უწყება არ მიაწოდა მამაკამდინარაძის, რაც კანონით ძარღვევა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სულ 3 კომპანიის მიერ საქართველოს ბანკის, TBC ბანკისა და საქართველოს კაპიტალის მეშვეობით არის წარმოდგენილი. მიმდინარე კვირის შედეგები ასე ნაწილდება: საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციების ფასი 2.24%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 46 გირვანქა სტერლინგს აღწევს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 2 მილიარდ 250 მილიონი სტერლინგია. TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 2.1%-ით შემცირდა. ბანკის ერთი აქცია 30 გირვანქა სტერლინგი არის. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მილიარდ 670 მილიონი გირვანქა სტერლინგია. რაც შეეხება საქართველოს კაპიტალის აქციებს, ის 3.71%-ით გაიზარდა. შედეგად ერთი აქციის ფასი 11 გირვანქა სტერლინგია. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 547 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. 27 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით ბაზარი ორბელიანის სივრცე მცირამეწარმეებს საკუთარი პროდუქციის გამოსაფენად დაეთმობათ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თითქმის 3 კვირის განმავლობაში ბაზარი ორბელიანის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ, დაათვალიერონ, შეისყიდონ, მხარი დაუჭირონ 100-ზე მეტ მეწარმეს საქართველოს სხვადასხვა წერტილიდან. ამ მიზნით 27 დეკემბრიდან 15 იანვრის ჩათვლით ბაზარი ორბელიანის სივრცე დაეთმობათ მცირე მეწარმეებს, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა მოინახულოს, შეიძინოს მათი პროდუქცია, გაუზიაროს მხარდაჭერა და წაახალისოს მათი საქმიანობა ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის გუნდი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მუზეუმის საზოგადოებისა და პროგრესული მომავლის სამსახურშია და მიიჩნევს, რომ ევროატლანტიკური კურსიდან გადახვევა ქვეყანას განვითარების გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.